Tabelus კლავს საქართველოს პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მორგი შესაძლებლობა რუსთავში. ქალაქის მერია ადგილობრივებს მომავალი წლიდან კიდევ ერთ ახალ სოციალურ პაკეტს თავაზობს. ინკლუზიური განათლების პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს ან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს. ახალი პროგრამა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გარდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნა. სულ რაღაც ერთი თვეა რაც მოვხდი კოლეჯ მოდულში, აღმოვაჩინე ეს სიახლე და ძალიან საინტერესო, ბევრი ინფორმაციას ვღებულობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო და რაც სიახლე გაჟღერდა, ის არის სტიპენდია, რომელიც წამახალისებელია ერთგვარი ყველა სტუდენტისთვის. 2025 წლიდან ფართოვდება პროგრამა, რომელიც ჩვენ 2024-ში დავიწყეთ და ემატება ინკლუზიური განათლების სპეციალობა. ეს ორმხრივად ეფექტიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც მოემსახურებიან კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები და ასევე ქალაქში გაჩნდება ახალი რესურსი იმ პროფესიის, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია.